საღამო მშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ ჩემო Facebook-ის საყვარელო მეგობრებო? რატომღაც ახლა ძალიან ძნელა აქ, მაგრამ არა უშავს. მაინც შემოგიერთდებით. ცუდია რომ ძნელა, მაგრამ რა ვქნათ. ერთი სიტყვით მეგობრებო, ჩვენ ვიყავით დღეს, ჩვენ კი არა, მე ვიყავ. ჩვენ ეთყობა მე კიდე ბევრი ვარ და იმიტომ ჩვენობით ვლაპარაკობ ხოლმე. მე ვიყავით დღეს ქალბატონ გიულის შალიკაშვილთან, მამა ავთანდილ გიორგობიანის მეუღლესთან, რომლებმაც ქალბატონმა აი გამოჩნდება ახლა. თუმცა ესე ვქნათ. აი ეს წიგნი გამოსცეს ქალბატონმა რა ცუდად ჩანს. აი ეს არის ეს წიგნი მეგობრებო. სურათიც დავპოსტე. და მინდა გითხრათ რომ ჩვენ ვისაუბრეთ მე და ქალბატონმა გიული. ლაივში ვერ მოვახერხეთ ჩართვა. ეს იუთუბერებს უკვე გავანდე. იუთუბერებში დღეს ლაივი ჩავწერე მეგობრებო და ძალიან საყვარლები იყვნენ. მოგრეთ ერთი სიტყვით მე ვეცდები რომ აი ამ წიგნის შიგთავს გავეცნო. ქალბატონ გიულის ვესაუბრე. ძალიან სასიამოვნო ქალბატონი ბრძანდება და მოგრეთ ძალიან ბევრი ინფორმაციაც მივიღე მე ქალბატონი გიულისგან. თუმცა ამას ეს დარჩება მხოლოდ ჩემთვის ინფორმაციად და იცით რა არის მეგობრებო, ზოგიერთი თემები საჯაროდ გასაშუქებელი არ არის. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი დაცული არ არის და აქედან გამომდინარე მე ვერ გავაჟღერებ იმ თემებს, რა თემებიც შესაძლებელია რომ გაჟღერებულიყო სამწუხაროდ ესეა რა დღეს არავინ დაცული არ არის ამ სამყაროში. განსაკუთრებით საპატრიარქოს ხალხისგან. აქედან გამომდინარე, აი ახლა ჩვენ ვართ მივახლოვდებით ზემო ფონიჭალას. გავივლით აქ აი აქ ცხოვრობს მამა ნიკოლოზი. გავუვლით გვერდში. მაგრამ მე რატომღაც ვფიქრობ რომ ეს ადამიანები მე მამა ნიკოლოზმა დამაკავშირა. მე ესე ჩავთვალე და ძალიან მაინტერესებს და ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ ამ წიგნს. ხო და მეგობრებო, იცით რა არის? ჩემი დიდი სურვილია რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ადამიანებს თავისუფალი სიტყვის გამოთქმის თქმა უფლება ჰქონდეთ, ისე რომ არავისი არ ეშინოდეთ, რომ აი ვიღაცა გადაემტერება მერე და ამ სიმართლის გაჟღერების შემდეგ ადამიანები ისე დაიღუპებიან როგორც სხვა მრავალი მართალი ადამიანი. ზოგს წამლავენ, ზოგს კლავენ, ზოგს საგიჟეთში ათავსებენ, ზოგს ციხეში ათავსებენ, ზოგს არ ვიცი, მკვლელსაც კი უქირავებენ და ასე აქრობენ ხოლმე. ზოგს ვითომ თვითმკვლელობით ამთავრებინებენ სიცოცხლეს და ეს არის ერთხელ და სამუდამოდ დასასრულებელი ამ დედამიწაზე. თუ დედამიწაზე არა, ჩვენს ქვეყანაში მაინც. სამწუხაროდ ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება მართლმადიდებლობის სახელით და თუ ვინ ჩადის აი ამ საკითხებს ჩვენ გავეცნობით და ერთად გავარკვევთ ამ საკითხებს რა. და მე როგორც ახლა უშიშარი ღმერთზე მინდობილი ადამიანი ამ საკითხებით ვარ დაკავებული. მართლა გეუბნებით. ასე რომ მე მწამს რომ უფალი არის ჩემთან და ის მიცავს მე აი ამ ჯოჯოებისა და
მკვლელებისაგან, ისე როგორც მაგიური კილერებისგან, ფრთხილად იყავით მაგებო. არ გირჩევთ ჩემს წინააღმდეგ რამის გაკეთებას. ხო და ასე რომ ერთად გავეცნოთ ჩვენ. მიუხედავად ამის ამ დღეებში ვაპირებთ ჩვენ რაღაც ექსკურსიის გაკეთებას და აი ამ ექსკურსიის შედეგებსაც დაგიფოსტავთ. მანამდე კი გისურვებთ საუკეთესო ახალ წელს. 2025 წელი იქნება იცი რა იქნება დაფარული ამბების ამოფრქვევის ვულკანი. ვულკანი, დიახ. ყველაფერი რაც დაფარულია ამოიფრქვევა ვულკანივით და ამოიფრქვა და ამას ვერავინ შეაჩერებს, გადაუვლის და გადათელავს ჯოჯოებს და რეპტილოიდებს. ეს ახალი და დიდხანს დავიწყებული ისტორიები. ასე რომ მეგობრებო, დიდხანს დავიწყებული არა, დაფარული და გადამალული ისტორიები. ხო და გისურვებთ ბედნიერ ახალ წელს დღეს, საღამოს. მაინც ბევრ ფაიერვერკებს ნუ გაიშვით. ფაიერვერკებს, ხო? ფაიერვერკებია ქართულად, ხო, აბა მითხარით. ფაიერვერკებია თუ ფაიერვერკები. იმიტომ რომ ანგელოზები მოუშვით, მეგობრებო, ანგელოზები მოუშვით, ჩვენთან მოდიან. და ამ ფაიერვერკების სროლის ნიადაგზე ისინი იმ ადგილს არ ეკარებიან, სადაც გაისროლეს ფაიერვერკი. სამწუხაროდ ჩვენს სოფელშიც ისვრიან ხოლმე ამას. ჩვენ არ ვისვრით. აბხმაურიან რაღაცა ატრაქციონებს. რა ვქვიეთ მაგათ? ხო და კი, რა მინდოდა მეთქვა მეგობრებო, ვისაც გსურთ ამ წიგნის შეძენა, ხო? მე შემიძლია მოგწეროთ, მოვწერეთ პირადში, რომ სურს ეს წიგნი შევიძინო და მე გადმოგიგზავნით ქალბატონი გიულის ტელეფონის ნომერს. დაუკავშირდით და შეიძინეთ ეს არაჩვეულებრივი წიგნი. როგორც ქალბატონმა გიულიმ ახსენა, ერთ-ერთმა გადაცემა ეს წიგნი ვეფხის ტყაოსანსაც კი შეადარა. არა, კი არ შეადარა, უბრალოდ როგორც ვეფხის ტყაოსანი ჩვენ გვიდევს ყველა ოჯახს, ისე ეს წიგნი უნდა გვედოს ყველა ოჯახს. აი ესე გამოაცხადა ერთ-ერთმა გადაცემამ, რომელშიც ყავდათ ქალბატონი გიული მიწვეული. ასე რომ არ ვიცოდი, მაგრამ ეხლა რომ ნახე, ეს იმ გამოცემამ გამოსცა, რომელმა გამოცემამაც ჩემი ნათარგმნი ენოქის წიგნი გამოსცა და ასე რომ მოკითხვა ქალბატონ დალი ყარაულაშვილს ჩემგან. ხო, მართლა გავიგე ისიც გავიგე რომ ენოქის წიგნი კიდევ გამოცემულა, მაგრამ ისიც გავიგე რომ მოკლედ არ ვიცი, უნდა გავარკვიო რა. გავარკვიო. ვინმე სხვა შეგიძენიათ ეხლა ამ ბოლო დროს ენოქის წიგნი. მაინტერესებს შიგ თავში რა წერია. დალი ყარაულაშვილი არის რედაქტორი ამ წიგნის. თუ ვინმეს შეგიძენიათ ეხლა ამ ბოლო დროს ენოქის წიგნი, ენოქის არა მეგობრებო, იმან რა ბეძე დაიქვა იმანაც ენოქის წიგნი, ზირაქისა და ენოქის წიგნი, აი ეს ერთად არის მოთავსებული, რომელიც გამოსცა ლევან პეტრიაშვილმა. ხო და ეხლა ახალი გამოცემა მაინტერესებს როგორ გამოიყურება.
ყდა შეუცვლია, ესე იგი შეცვალა შიგთავსიც. ხო და მაინტერესებს ჩემი სახელი არის თუ არა შიგნით დაფიქსირებული. იმიტომ რომ გავიგე რომ ვიღაცისგან გავიგე რომ ლევანი ასე აფანდებს ამ ხალხს რომ ვითომ თვითონ თარგმნა ეს ენოქის წიგნი გერმანულიდან ქართულში და ეგრე რო არ არის ყველამ ვიცით ახლა ხო და რომელია ტყუილი ვერ გავიგე ის რაც მომიყვნენ თუ ხო მოკლედ გავარკვიოთ რა მე ლევანს აღარ ვეკონტაქტები დაბლოკილი მყავს თია შენ ხო არ იცი ლევანმა გამოსცა თუ არა ახალი წიგნი და ამოაჭრა თუ არა ჩემი სახელი შიგნიდან და თვითონ თარგმნა ეს გერმანულიდან რა კაი ტიპია რა ხალხო ქურდობა ყველგან ქურდობენ მიკურდონ თუ უნდათ ეხლა მე დაგემშვიდობებით სანამ კიდე გავაგრძელებ საუბარს და მოგაბეცდეთ თავს ბავშვებმა უკვე დაიძინეს უკან ხრინავენ გაჩვენოთ ჩემი საყვარელი ბუსკოები მაგრამ მე მგონი მათთვის არ იქნება კარგი მოკლედ ჩემი თხოვნაა თქვენდამი თუ ენოქის წიგნს შეიძენთ ახლა ამ ბოლო დროს ახალ გამოშვებას და ნახავთ რომ ჩემი სახელი შიგნით არ არის მოთავსებული და ენოქის ტექსტი მაინც შიგნით არის ძალიან გთხოვთ დამიკავშირდით რა იმიტომ რომ ეგ არის უკვე ქურდობა მე მართალია მას მივეცი ეს ტექსტი რომ თავის წიგნისთვის ლევანს მაგრამ თუ კი ის ჩემს სახელს არ პრინციპში სულ ერთია რა საერთოდ არ არის ჩემი სახელი აუცილებელი რომ ზედა წეროს მაგრამ არც ის არის კარგი რომ თავისი სახელი დააწეროს ჩემ ნათარგს გესმის და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ საერთოდ არ დააწეროს არაფერი ისე დაწეროს ენოქის წიგნი და მორჩა ხო აი ეს წიგნი არის ბავშვებო ეს წიგნი არის მოიცადე აი ესე ქალბატონი გიულის წიგნი ქალბატონი გიულის წიგნი არ არის აქ არის მამა ავთანდილ გიორგობიანის წიგნი და გიული შალიკაშვილის ლექსებიც არის შიგნით ნახეთ მოთავსებული და აქ მამა ავთანდილს აღწერილი აქვს თუ როგორ ერთი წუთით ეს არის მამა ავთანდილი მეგობრებო მამა ავთანდილი და შუქი რო არ არის ეთყობა არაჩვენებს ახლა აქ აი რომელმაც მამა ავთანდილმა ფუთიეთში თავისი სახლი მუზეუმად გადააკეთა და იქ ინახავდა მუზეუმში ინახავდა იმ ნაწილებს რომელი აი იმ იარაღებს რომლითაც თავს იცავდნენ ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მამები მტერისგან მტერის შემოსევისგან და რომელ ადგილზეც 200 მამა დახოცეს 200 ჭეშმარიტად მართლმადიდებელი მამა იმისათვის რომ არ ვიცი ახლა ზუსტად გავეცნობი ამ წიგნს მაგრამ იმ ადგილზე რომ დახოცეს ეს მამები ეს ვიცი ეხლა რაც შეეხება სამწუხარო ამბავს ის არის რომ ამ მუზეუმიდან ეს ნივთები გაძარცვეს სამწუხაროდ გაძარცვულია და ვაიჩვენს დღეს რომ აი ამ ყველაფერს ჩვენ ვძარცვავთ ისევ ქართველები და არ ვიცი სად გაგვაქვს არ ვიცი ვის ვყიდით არ ვიცი წამალზე გაიყიდა მთელი საქართველო რა წამალზე გაიყიდა რა ოღონდაც წამალი აყიდინოს ადამიანს და ყველაფერს იკადრებს რა არა მარტო წამალიც არ არის იცით არის კიდევ მოსყიდული ხალხი რომელიც აი ესეც არტეფაქტებს ანადგურებს იმიტომ რომ ისტორიას არ შემორჩეს და გამქრალი იყოს ეს ფაქტები და ამისათვის ამაზე სახელმწიფო კი არა და ორგანიზაციები მუშაობენ რომლებსაც არ აწყობთ და ჩვენ ვიცით რომ ამა ავთანდილ გიორგობიანი იდევნებოდა ეკლესიის მიერ
იდევნებოდა. განკვეთეს მამა ავთანდილ გიორგობიანი იმის გამო, რომ ეს წიგნი იცოდნენ, რომ ამ წიგნზე მუშაობდა. საბოლოო ჯამში თავად ვერ მოესწრო თავის წიგნის გამოცემას და ქალბატონმა გიულიმ ბოლომდე მიიყვანა ეს საკითხი და გამოსცა ეს წიგნი მაინც და აი მადლობა უფალს ამისათვის, რომ ჩვენამდე მოაღწია ბატონი ავთანდილ გიორგობიანის სიტყვა ამ წიგნის სახით. გესმით? და ის ინფორმაციები, რასაც გვიმალავენ, მაინც გამოიცა. თეა, რას წერდი ლევანზე? თეა. ლევანი რას თარგმნიდა? ძალიან კარგად ვიცი, თამარ. რაც ჩვენ გვათარგმნინა, არა, მე კი არ მათარგმნინა, თეა. მე ჩემით ვთარგმნე, მაგრამ თვითონ კიდევ სხვებს ათარგმნინა შენი ჩათვლით, გესმის და რაც შენ მაგისთვის იმუშავე და თარგმნე უსასყიდლოდ, ხო? რა ვიცი, არ ვიცი რა. რაც ჩვენ გვათარგმნინა, როგორც ერგება, ისე შეერგება, მე სანამ პირველად დაბეჭდავ და წინასწარ გავაფრთხილე, არც გაებე და ჩემი სახელის ხსენება. სხვა წმინდა მამების წერილებიც მათარგმნინა, ნეტა თუ დაბეჭდა. იცი რა, ზუსტად ეგეთი ტიპი დამიკავშირდა, რომ ეხლა მე დამიკავშირდაო და მთხოვდაო, რომ ბერძნულიდან მეთარგმნაო. ხო და მაინტერესებსო რა, შენი აზრიო და მე ვთქვი, რა ვიცი, რა გითხრე, ჩემო კარგო. მე ვთარგმნე და მივეცი და ვაჩუქე ეგ ტექსტი და კიდევ სხვებსაც ათარგმნინა, როგორც ვიცი თქო და არაფერი მეთქი და ლევან რა გჭირს მართლა რა. რა ვიცი, ამ ვიდეოს თუ მოისმენ, არ გწვენია. რა არის ეს, ხო? არ გირჩევ ესეთ რაღაცების კარგი და ქრისტეზე საუბრობ შენ. ქრისტეზე საუბრობ და ესეთ რაღაცებს ბედა? კაი რა. ღმერთო ჩემო. გაკოცეთ მეგობრებო, თქვენ იცით. გერმანიაში იტყვიან ხოლმე, ein guten Rutsch ins neue Jahr. ხო ეგრე იტყვია ხოლმე. კარგად გადასრიალდით ახალ წელშიო. მოდი აქ ქართულად გადმოვთვალოთ. კარგად გადასრიალდით ახალ წელს. აბა თქვენ იცით.